რა როლით შედიხართ სხვის ცხოვრებაში ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მაშასე რა მისია გეკისრებათ პირად ურთიერთობებში თქვენ. მე აქ რა უნდა ვთქვა, ყველა გაჭირვების მე უნდა ვიზიდავდე? ეს მომადგა ენაზე თქვენი სათქმელი. ალბათ ხშირად ეკითხებით კიდეც საკუთარ თავს, რა დავაშავე ღმერთო ასეთი, ვინც ადმე ხავს მოეჭიდა, მე გადავაწყდი. მიხვალთ, დაეხმარებით, ორმოდანა მოიყვანთ და უიუცებ გაბლატავდა ბრჭყალებში. ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, მაგრამ დააკვდა სიტუაციას. რატომღაც მშობლის როლში შედიხართ და თავს ვალდებულად თვლით გადაარჩინოთ. პრობლემები შეუმსუბუქოთ და ამისთვის არ გენანებათ არც დრო და არც შესაძლებლობები. როგორ ვითარდება მე ყველაფერი? მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვეო. ეს ვითარდება. თითქოს 10 თავიანი გველეშაპი უზით უბეში. ერთ თავს მოაჭრევინებთ, ახლა სხვა ახალი პრობლემა აქვს, რომელიც თქვენ უნდა მოუგვაროთ. ბანკში სესხი აქვს შესატანი, ბენზინი არ აქვს მანქანაში, აზარტულ თამაშებში წააგო და გრძელდება ასე განუწყვეტლივ. და რა ხდება ბოლოს? კი აღარ გთხოვენ, არამედ მოითხოვენ. 1000 კარგს გაუკეთებთ, ერთხელ იტყვით უარს და მორჩა ჩაიყარა მთელი ამაგი წყალში. რაც თავისთავად იწვევს გულისწყეტას თქვენში, როცა აწყდებით თქვენსავე როლში უმადურობას. აქ რადასკვნაც გავაკეთე, გადამრჩენელის როლში შედიხართ, რაც ძალიან არასასიამოვნო შედეგებით სრულდება ბოლოს. დედა ტერეზას როლი, ძვირფასებო, არ არის კარგი, არა. დედა ტერეზას როლი არ ამართლებს პირად ურთიერთობებში. აქ ჭკუას არავის ვარ იგებ, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ მოცემულობას გიზიარებთ. არჩევანს კი ჩვენ თავად ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, შეცვალეთ როლი და მხოლოდ საკუთარი მე დააყენეთ მაღალ დონეზე. დანარჩენი თავად დალაგდება. ეს ბუნებრივად და ნატურალურად მოხდება. რადგანაც აქ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე იღებთ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს, ყველაფერს თითქოს თქვენ ყველაფერს შეგიძლიათ და ქმნით ირგვლივ უსაფრთხოების განცდას. პირადი კითხვები WhatsApp-ში მომწერეთ 557 16 73 53 ბედნიერი და წარმატებული დღე.